ლინი ეს არის ზედმეტის მოცილება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ისევ პიცერიის მაგალითი რომ ავიღოთ, თუ პიცის მომზადების პროცესში ზარეულს იმისთვის რომ ვთქვათ, სხვადასხვა ინგრედიენტები გამოიყენოს, სამზარეულოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უწევს წასვლა, წამოსვლა, მოტანა და მომარაგება ამ ინგრედიენტების, სწორედ ეს გახლავთ ის ზედმეტი მოძრაობები, რომლის მოშორებასაც ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ლინის და ლინ მენეჯმენტის შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლინი მეტად ფოკუსირებულია მომხმარებელმა სწრაფად მიიღოს ჩვენი პროდუქტი და შესაბამისად მისი ფოკუსია სისწრაფე და პროცესის ეფექტურობა. მეორეს მხრივ, Six Sigma რას გვეუბნება, ხო? Six Sigma ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება, რომ თავარია არ დაუშვათ შეცდომები, გქონდეს მაღალი სიზუსტე და გქონდეს ძალიან მაღალი ხარისხი. თუ პიცის მომზადების პროცესში ზარეულს იმისთვის რომ ვთქვათ, სხვადასხვა ინგრედიენტები გამოიყენოს, სამზარეულოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უწევს წასვლა, წამოსვლა, მოტანა და მომარაგება ამ ინგრედიენტების, სწორედ ეს გახლავთ ის ზედმეტი მოძრაობები, რომლის მოშორებასაც ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ლინის და ლინ მენეჯმენტის შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლინი მეტად ფოკუსირებულია მომხმარებელმა სწრაფად მიიღოს ჩვენი პროდუქტი და შესაბამისად მისი ფოკუსია სისწრაფე და პროცესის ეფექტურობა. მეორეს მხრივ, Six Sigma რას გვეუბნება, ხო? Six Sigma ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება, რომ თავარია არ დაუშვათ შეცდომები, გქონდეს მაღალი სიზუსტე და გქონდეს ძალიან მაღალი ხარისხი. ისევ პიცერიის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომხმარებელმა პიცა ჩვენთან მიიღოს ყოველთვის ერთნაირი დემონური თვისებებით, ხო? არ უნდა დაუშვათ ისეთი რამ, რომ როდესაც მომხმარებელი ერთ დღეს დააგემოვნებს პიცას და ის მოეწონება, მეორე დღესაც იგივენაირი უნდა დახვდეს და არ უნდა დაუშვათ, რომ მას სხვანაირი დემონური, ვთქვათ, თვისებების მქონე პიცა შევთავაზოთ. მაგალითისთვის, მარილი ზუსტად ერთნაირად უნდა გქონდეს. დაბრაწვითაც ერთნაირად უნდა დავბრაწოთ და არ უნდა იყოს, რომ ერთ დღეს ზედმეტი მოგვივიდეს, მეორე დღეს მარილი დავაკლოთ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ Six Sigma-ით ვაწყობთ ჩვენს გარემოს და პროცესებს, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ყოველთვის ერთნაირი მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ლინი და Six Sigma ძალიან კარგად სინერგიით ერთად მუშაობენ და ალბათ თქვენც ხშირად ხსმენიათ ეს ტერმინი ერთად როგორც Six Sigma, მაინც განვასხვავებთ და ვიტყვით, რომ ლინს მაინც თავისი ფოკუსები აქვს, Six Sigma-ს თავისი კონკრეტული ფოკუსები და რაღაცა ფაქტორები, რომელსაც მეტად ანიჭებს უპირატესობას. ლინის ვავს მაგალითად კითხვას, რომ რამდენად სწრაფად მიიღო ჩვენი პროდუქტი და მაგალითად ჩვენი პიცა მომხმარებელმა, Six Sigma ამ შემთხვევაში დასვავდა კითხვას, თუ რამდენად ხარისხიანი იყო ჩვენი პროდუქტი. Six Sigma უღრმავდება პრობლემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა, რომ ვთქვათ, მარილიანი გამოგვივიდა ჩვენი პიცა, რატომ მოხდა, რომ დაიწვა პიცა და ასეთ პრობლემურ საკითხებს უღრმავდება. ამ შემთხვევაში ლინი უკვე უღრმავდება იმას, თუ როგორია პროცესი, როგორი ნაბიჯებისგან შედგება ის, სად არის საშუალება, რომ უფრო მეტად დავასწრაფოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი პროცესი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ნაკლები დანაკარგით მიიღოს პროდუქტი ჩვენმა მომხმარებელმა. ჩვენ შეგვიძლია ასევე ვახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპანიები იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, შეიძლება იყენებდნენ ლინს, შეიძლება იყენებდნენ Six Sigma-ს და განსაკუთრებით Six Sigma კარგად ჯდება ხოლმე წარმოების პროცესებში, რადგანაც იქ ხარისხი უკიდურესად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტი კომპანიები Six Sigma-ს სინერგიაში კარგად გამოიყენებენ ხოლმე დღევანდელ ჩვენს, ვთქვათ, ბაზარზე. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, თუ თქვენ ბიზნესს უფრო მეტად რომელი ესაჭიროება.
ძალიან კარგად გამოხატავს მეტაფორა შვილდოსანი ამ შემთხვევაში. თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ხართ შვილდოსანი ისრით ისრებს და რა დროს გესაჭიროებათ Six Sigma. ნახეთ, როდესაც თქვენ კონკრეტულ წერტილში ახვედრებთ თქვენ გასროლი შვილს, ხო? თუმცა ის არის და ეს წერტილი ამ შემთხვევაში აცდენილია მიზანთან. აი სწორედ ამ შემთხვევაში თქვენთვის უფრო უპრიანია Six Sigma, რათა ზუსტად მიზანთან მოახვედროთ ხოლმე თქვენი ეს ისრები. ეს ნიშნავს, რომ ვარიაციები შეამციროთ და ზუსტად ის წერტილი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი. ამით უზრუნველყოფთ ხარისხის გაზრდას, მეტს იზუსტეს და ეს არის ის, რაც თქვენ ბიზნესს სჭირდება. ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ ის გამოწვევა, რომ ისრებს ისრით, თუმცა ნელა აკეთებთ ამ პროცესს და აქ გჭირდებათ დახმარება. სანამ თქვენ შულს გამოზიდავთ და ეს ის არის, თქვათ, გაფრინდება, ამ შემთხვევაში შეიძლება სამიზნე მოძრავი იყოს და სამიზნე თუ მოძრავი და თქვენ ნელა ისრით ისრებს, ბუნებრივად გაგიჭირდებათ მიზანში მოხვედრა, თან ეს პროცესი ძალიან ნელა წავა, ხო? აი ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ამ შემთხვევაში ლინია უფრო გამოკადგებოდათ. თუმცა სინერგიაში, როგორც ვახსენე, ძალიან კარგად მუშაობს ორივე ერთად, რადგან დღევანდელ რეალობაში ბიზნესებს აუცილებლად გვესაჭიროება სიზუსტეც, ხარისხიც და ამავდროულად სისწრაფე და ეფექტურობა. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი გარემოდან გამომდინარე უფრო მეტად რომელი მიდგომა გაინტერესებდა, უფრო მეტად რომელი მიდგომა გესაჭიროებათ და თუ დაგჭირდებათ დამატებითი კონსულტაციები, ჩვენ შემოგეხმიანებით და დაგეხმარებით ამ ნაწილში. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეოს დალაიქება, გამოწერა, რათა კიდევ უფრო საინტერესო და პრაქტიკული მიდგომები მოისმინოთ ჩვენი ვიდეოებით.